Საფრანგეთში ძვირფასო რადიომსმენელება, ეს ქალების რადიოა, თქვენ უსმენთ FM 93-სა და 1 დღეს სამშაბათია და ტრადიციულად მე გვანცად არასელია წარმოგიდგენთ გადაცემას ჯანმრთელობის საათი, სადაც ვაპარაკობთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც ერთი ძალიან ცნობილი ფრაზა გვეუბნება, ასწავლე ადამიანებს როგორ არ დასჭირდათ მედიცინა, ეს ყველაზე დიდი მედიცინაო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა შევარჩიეთ თქვენთან სასაუბროთ და ძალიან კარგი სტუმარი ქალი და ენდოკრინული პრობლემები. მე მგონი ენდოკრინული სისტემა არის ის, რაც მთლიანად მართავს ჩვენს ჯანმრთელობას, ორგანიზმს, ქალის ყოველდღიურობას, სწორედ ჰორმონები განსაზღვრავს ხასიათს, ჯანმრთელობის სტატუსს, მოკლედ ყველაფერს. გარეგნობას. დიახ, წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ხალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ, რომ მე მგონი მართლა გამიმართლა. რომ აქ ქალაქში აღმოჩნდით და მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ხალბატონი ელენე, ხშირად გვსმენია ესეთი ფრაზები. აი, წონა მაქვს მომატებული, ვერაფრით ვერ ვიკლებ, ალბათ ჰორმონების ბრალია. აი, ალბათ ენდოკრინული დარღვევა აქვს, იმიტომ გრძნობს თავს ესე ცუდად. მსმენია ასევე, რომ გარკვეული შფოთვები თუ ფსიქიკური გამოვლინებებიც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული სწორედ ჰორმონალურ ცვლილებებზე, ხო? მოდით ავხსნათ, შევეცადოთ როგორმე მოკლედ, რა არის ეს ენდოკრინული სისტემა ზოგადად ჩვენი ორგანიზმის და რატომ მოქმედებს ეს ჰორმონალური ცვლილებები ჩვენზე ქალებზე ასე უფრო მეტად ვიდრე მამაკაცებზე თქვათ. საერთოდ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ძალიან დიდი თემაა და რომ დავიწყოთ ამის ლაპარაკი შეიძლება 2 თვეც არ გვეყო. და რაზეც თქვენ რა თქმა უნდა ჰორმონები მოქმედებენ, ჰორმონები მართავენ ორგანიზმს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჰორმონალური სისტემაა, ყველაფერი დამოკიდებული თითქმის ჰორმონებზე, ისიც რომ აი მაგალითად ხასიათი, ჩვენი გარეგნობა, ბევრი რაღაცა, ეხლა ცალ-ცალკე რო ჩამოვთვალოთ, მარტო ამაზე დავკარგავთ დროს. მამაკაცებს ჰორმონების რომ მოკლედ ქალებზე უფრო მოქმედებს, იმიტომ რომ ქალებთან უფრო მეტი ჰორმონების რიტმი. ანუ ჰორმონების გამომშვება და გამოყოფა არის ძალიან ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული და არის ფიზიოლოგიური რიტმები. ფიზიოლოგიური რიტმები, ეგ არის პირველ რიგში ასაკობრივი რიტმები. ახალგაზრდა გოგონებს აბსოლუტურად სხვა რიტმი აქვს, სანამ ჩამოყალიბდებიან როგორც ქალბატონები, ბავშვებს სხვა რიტმი აქვს. რეპროდუქტიული ასაკის დროს სხვა ჰორმონების რიტმია, კლიმაქსის დროს, ჩვენ უნდა ვიცადოთ, რომ სანამ კლიმაქსი იწყება 8-12 წელია ორგანიზმი ამზადება კლიმაქსს. და ესეც სხვა ჰორმონული რიტმია. აბსოლუტურად სხვა რიტმია. ამ რიტმებს თავი რო დავანებოთ, არის კიდე რიტმები, რომელიც არის სეზონური. აბსოლუტურად სხვანაირია რიტმი ზამთრის პერიოდში და სხვანაირია რიტმი ზაფხულის პერიოდში. და თვის განმავლობაში ყოველდღიურ სხვადასხვა აი ერთადერთი რიტმი, რომელიც არ აქვს მამაკაცებს, ეს თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ქალბატონებს აქვს, თქვენ კარგად იცით, მენსტრუალური ციკლი. რომელიც შეიძლება იყოს 20 დღე, შეიძლება იყოს 21 დღე, ვიღაცასთან არის 28 დღე, ვიღაცასთან 31. ანუ აი ამ ქალებსაც უკვე გასახოვული რიტმი აქვს, ვისაც აქვს 21 დღიანი და 31 დღიანი. და წარმოიდგინეთ, რომ ეს რიტმი კიდე შეიძლება შეიცვალოს იმის გამო, რომ რა გარემოში ცხოვრობს ქალბატონი. კიდე კარგად არის ესეთი ხუბლები. რა თქმა უნდა. ამიტომ აი თქვენ თქვით რომ მოქმედებს როგორც ხასიათზე, ქალბატონების ზუსტად ისე ხასიათით და სტრესი მოქმედებს ამ რიტმზე. ამის ყოველთვის კიდე არის გასარკვევი, რომელია პირველი და რა არის წამყვანი და რას უნდა უმკურნალოთ, ჯერ ნერვულ სისტემას და მერე ვნახოთ როგორ უნდა მოვაწესრიგოთ აი ეს მეტაბოლური დარღვევები. თუ პირიქით, არ ჯერ მეტაბოლური დარღვევები მოსაწესრიგებელია და მერე ნერვული სისტემა. გასაგებია. კარგით, მოდით მეტნაკლებად ჩამოვთვალოთ აი ეს მიმართულებები, რაც გადის ენდოკრინულ დარღვევებში.
რა არის ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დარღვევები არა მხოლოდ ქალებში ზოგადად? საერთოდ ზოგადად ყველაზე ხშირად ალბათ თქვენ გაგიგებთ მეტაბოლური სინდრომი, იმიტომ რომ ყველა იცის ეს სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი. შაქრიანი დიაბეტიც კარგად იციან, ფარსებრი ჯგუფის დაავადებებიც, რომელიც რამოდენიმე ნაირი ისიც კარგად იციან. ამის გარდა რა თქმა უნდა კლიმაქსი, ამის გარდა არის პუბერტატის დროს სასქესო დარღვევები, მაგრამ კიდე არის ძალიან ბევრი დაავადებები, არის როგორც გავრცელებული ზუსტად ისე არის იშვიათი დაავადებები და უბრალოდ ზოგჯერ მიკვრის და აი ოსტეოპოროზსაც ამოკავშირებენ, რომ ესეც გორმონებზე არის დამოკიდებული და ოსტეოპოროზით პრინციპში ენდოკრინოლოგების ოსტეოპოროზს აუცილებლად მივუბრუნდებით, როდესაც უფრო ვრცლად განვიხილავთ კლიმაქტერიულ პერიოდს და ზოგადად მენოპაუზის მზადებას და ასე ვთქვათ, აი ამ ცოდნას, რომელიც უკვე ნელ-ნელა შეიძინეს ქალბატონებმა და უკვე ადრეული ასაკიდან ცდილობენ ამას ყურადღება მიაქციოს და მოდით აუცილებლად დავუბრუნდეთ წონის საკითხს. თქვენ ახსენეთ მეტაბოლური სინდრომი, მაგრამ ასევე არსებობს კიდევ ვთქვათ არა ისეთი ღრმად წასული ფორმა ვთქვათ ჭარბი წონის, რომელსაც ასევე ხშირად უდევს საფუძვლად გარკვეული ჰორმონის დარღვევა, ხო? აი რომ ამბობენ, რომ ენდოკრინული პრობლემა აქვს, ამიტომ ვერ იკლებს წონაში. ყოველთვის წონასთან უნდა იყოს კავშირში ეს ენდოკრინული არა, ყოველთვის არ უნდა იყოს კავშირში და ყოველთვის უნდა იყოს ამისთვის უნდა იყოს კარგად შესწავლილი. იმიტომ რომ შეიძლება იყოს რა თქმა უნდა მეტაბოლური დარღვევები, ისიც არის გასარკვევი. ახაც ძალიან რთულია აი ესე რომ მალე ამაზე ჩქარჩქარებს ლაპარაკობ და მაგალითად ისიც არის ხო ადამიანი შეიძლება გადაიყვანო ყვების დროს და პური კონდეს დანიშნული დიდი რაოდენობით და ამოღო ხილი და კარგად იკლებს და მეორე ადამიანი პირიქით უნდა დაუტოვო ხილი და ამოღო ცომეულობა. აი ესეც უნდა იყოს გარკვეული რომელი ცვლა უფრო არის გარკვეული და რომელი საკვები უნდა იყოს შემცირებული, მაგრამ წონა არ ნიშნავს ყოველთვის რომ არის სერიოზული დარღვევა. მაგალითი შეგვიძლია მოგიყვანოთ და ჩვენ გავიხსენოთ ზუსტად ის რასაც ვლაპარაკობდით, ღვიძლის გაცვლინება, ხო? მაგალითად ქალბატონი ან ბატონი შეიძლება ქონდეს მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, მაგრამ არ ქონდეს ღვიძლის გაცხიმოვნება და პატარა 8-10 წლის ბავშვი შეიძლება ქონდეს ზედმეტი 2-3 კილო, მაგრამ ქონდეს ღვიძლის გაცხიმოვნება. იქ უკვე ჩამოყალიბება სწორად სასქესო სისტემის შეიძლება არ წავიდეს სწორი გზით. ესე იგი, ჩვენ აქ მივადექით თემას, რომ ენდოკრინულ სისტემაზე ყურადღების მიქცევა ჩვენ არ ვიწყებს დასრულ ასაკში. არამედ პირიქით ბავშვებში ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი, ხო? და აუცილებელი არ არის ეს. იმიტომ რომ მოდით რადგანაც ეს პრინციპში ქალებისთვის რადიო, იმასაც ვილაპარაკოთ, რომ ეხლა მე 66 წლის ვარ, ხო? ჩემ ასაკში და ჩემ გარშემო დიდი მადლობა. ჩემს გარშემო ფაქტიურად პრობლემა ფეხზე მოგვის, აი ვერც გეტყვით, რომელ შემოხანას ჰქონდა. არა იყო, ხო? აზრი არ იყო. არავინ ამაზე არ ფიქრობს, რომ რაც უფრო ისე რომ ვთქვათ, ახალგაზრდა გოგოები არიან, მით იმ თაობებში უფრო დიდი ეგ პრობლემაა. იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის, რომ კი შეიძლება მენსტრუალური ციკლიც ჰქონდეს, მაგრამ არ ქონდეს აი ეს რაც თქვენ თქვით გორმონალური რიტმი სწორი და ქონდეს პრობლემა ზუსტად მერე დაფეხმძიმებდნენ. ანუ აი ეგ პრობლემები, იგივე უშვილობის პრობლემები რაც წამოვიდა, ესაც 21 საუკუნის გავრცელებული დაავადება. რას ნიშნავს სწორი ჰორმონალური რიტმი? მაშინ ასე ვთქვათ, აი ამ გოგონებსაც მივცეთ რჩევა და ეთერს მიღვა თქვენ ძალიან საინტერესოდ
საუბრობდით და მაძლევდით რჩევებს მოზარდების ცხოვრების წესთან დაკავშირებითაც, რაც ერთ-ერთი პირველი გამომწვევი არის, თუნდაც შემდეგ უკვე სასქესო მომწიფების ასაკში ჰორმონალური პრობლემების. ჩვენ ავწიეთ ის პრობლემები, რომლებიც არის, მაგრამ რამდენად შეიძლება რომ ჩვენ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, უკვე ჩვენ დავსვათ საკითხებად და მაგალითად ბავშვებს, რაზეც ჩვენ ლაპარაკობდით, აქვთ აბსოლუტურად არანორმალური რეჟიმი ცხოვრების, ხო, დატვირთვა აქვთ საკმაოდ დიდი, მიდიან სკოლაში და სკოლის შემდეგ თითქმის 80% ბავშვებს მერე აქვთ ან ცეკვა, ან ჭადრაკი, ან სხვა ენა, ან კიდევ დატვირთვა. გვიან მოდიან სახლში, გვიან ჯდებიან და აკეთებენ გაკვეთილებს და ფაქტიურად ძილის რიტმი არის დარღვეული. პირველ რიგში, რომ სწორი იყოს ჰორმონალური რიტმი, ძილი ადამიანებს უნდა კონდეს მოწესრიგებული. მაგალითად, 18 წლამდე ძილი უნდა იყოს სადღაცა 10-9 საათი და ძილი უნდა იყოს მშვიდი და არა როგორც ძილი არის მშფოთვა. და ჩვენ რატო შფოთავთ? იმიტომ რომ გაჯეტა თქმა უნდა. თქვენ თვითონ გასწრებთ. გაჯეტების გარეშე მე მგონი უკვე არც ერთი სკოლა არ არის. ამის გარდა 8 და 7 წლის ბავშვებს ხელში უკვე უკავიათ რატომღაც მობილურები. უყურებენ გაურკვეველ რაღაცებს, იქ რაღაც თოჯინებს აკეთებენ, ну ესეც მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. უკვე ძილი არ ექნება. ესეც მეორე სტრესული ფაქტორი, ხო? მეორე სტრესული ფაქტორია და როცა ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში ჯერ ერთი გადაძაბვა, გადაღლა და მეორე სტრესი, ხო? ესე იგი, ჰორმონალური სისტემა ღამის საათებში არ ისვენებს ნორმალურად, იმიტომ რომ ჰორმონების აქტიური გამოყოფა იწყება დილით, გამთენიას. აი, პირველი რიტმი უკვე ირღვევა აქ, იმიტომ რომ ჰორმონალური სისტემა ამ ბავშვთან ვერ ხვდება, როდის არის დასვენების პერიოდი, როდის უნდა დაიწყოს მუშაობა, როდის უნდა ზიაროს. ზუსტად ისე თუ ძილში შფოთავს ბავშვი და რაღაცები ესიზმრება ეხოზებს, იმ მომენტში ხდება ჰორმონის გამოყოფა. ამიტომ უკვე აი ამ რიტმისთვის საფუძველი უკვე არის დარღვეული. ამის გარდა ის ბავშვები ხო პრინციპში ვერ ასწრებენ ნორმალურ კვებას, სკოლაში რა სჭამენ, სულ ცდილობენ რომ ზუსტად ის საკვები თქვენ რომელიც ადვილია და იმათ ეჩვენებო გემრიელია და სინამდვილეში ან იგივე გაზიანი სასმელი, რაც აბსოლუტურად ცუდად აისახება ორგანიზმზე. და აი ეს ყველა შოკოლადების, სოიასგან დამზადებული რაღაცა ტკბილეულობა ყველა შეიცავს იმ დანამატებს, რომ მადა უფრო ემატება იმის მაგივრად, რომ განახდეს. გაიხსენეთ ახლა ნორმალური შოკოლადი, ერთს რო შეჭამთ, ну ერთ ფილას ვერასდროს ვერ შეჭამთ და სოიასგან გაკეთებული შოკოლადი შეიძლება 2 და 3 შეჭამთ. მე არ მიყვარს ტკბილეული სხვა. კიდე კარგი. და სულ მაგაზე მაქვს ხოლმე დავა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, რომ ანუ მოგაქვთ ტკბილეული ბავშვებისთვის საჩუქრად. ძალიან მარტივი აკრძალვა და ჯობია თუ მაინდა-მაინც მოაქვთ ნამდვილი და აი ეს ვირიანი შოკოლადი, რომელიც რეალურად შოკოლადია, ვიდრე აი ეს რასაც ჩვენ ისი საშუალება ჩვენ გვაქვს რომ ვიყიდოთ სამთუთმფლო. ხო, ეს არ არის პატივისცემა, პირდაპირ და თამამად ვიტყვი, ეს არის დათური სამსახური, რომელსაც აი იმ მომენტში ვითომ ბავშვს ვახარებთ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ზიანი ადგებათ. მოდით, რადგან საუბრობთ ქალებზე, რადგან საუბრობთ აი ამ ჰორმონალურ დარღვევებზე, თქვენ ახსენეთ ეს შვილოსნობის პრობლემა, ქალების ჭრილში მინდა კიდევ ვისაუბროთ ამ საკითხზე, თუმცა პირველი სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა. შევსვენებთ სულ ცოტას რადიოს ეთერიდან და ქალბატონ ელენეს ის კითხვას დავუსვამ, რა მუსიკას უსმენს ის და რას მოესმენინებდა ჩვენს მსმენელს? აი უცებ რაც გახსენებთ პირველი. სელინ დიონი. სელინ დიონი იყოს. ვაუ. კი ბატონო, მოვუსმინოთ ვისი ამონო სელინ დიონის მოდი myself.
და შემდეგ ძალიან მალე დავბრუნებთ რადიო ეთერში. ჩვენ Facebook მაყურებლებისთვის კი ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. რამდენიმე წუთში კი რადიო ეთერშიც. ცოტა ხანი შეგვიძლია ყურსესმენისგან შევუსვენოთ, მე შევამოწმებ ჩვენ სტრიმს და შემოსულ შეკითხვებს. არის შეკითხვები? ახლა ისე აი ამ ტკბილეობის საკითხი ჯერ ვერ გადაწყდა, ასე ვთქვათ რა, მაინც. ჩვენ პრინციპში ჩვენ ეგ არის, ხო ბებიებით შეგიძლიათ თქვათ, მაგრამ სახში რა აწყობდნენ? თქვენ აწყობთ ახლა სახში ნაცვლად? ხანდახან კი. ხო და ის ნორმალური იქნება. ოღონდ მარგარინს ადრე არავინ არ ხმარობდა. მე რო პატარა ვიყავი და არის მარგარინი, საერთოდ არავინ არ იცოდა. იყო კარაქზე და კარაქიც იყო სხვა ხარისხის. ქალბატონელენ ეხლა გვიყურებს მაყურებელი და აი მართლა მაინტერესებს მსმენია ამ კვებითი თერაპევტებისგანაც, რომ ეხლა ძალიან მოხშირდა, აი ჩემს შვილებსაც აქვთ ეს პრობლემა, და არ სინჯავენ ახალ რაღაცეებს. აი ერთფეროვანი კვება. აი ეგ რა საიდან მოდის? ვთქვათ, შვილობაში არის დაშვებული შეცდომა კვების, ვთქვათ, მყარი კვების დაწყებისა. ეს უბრალოდ დროზე უნდა დაიწყონ ხოლმე ბავშვის აი ეს როგორ ვთქვათ, განსხვავებული სხვადასხვა კვების მეთოდება. შეთავაზება. მაგალითად, მე რო ვზრდიდი ბავშვებს 6 თვის ასაკში უკვე როგორც ფაფებს, ხის ფაფებს უკეთებდი, ზუსტად ისე უკვე ნახარშებს და მაშინ არ იყო და ეხლა ყველა დედასთვის ბევრად უფრო ადვილია, რომ ის რაც არის რაღაც ისინი რა იმას სმესები რო ნაზავები რო არის, ხო იქ აწერია 3 თვემდე ნაზავი, 6 ფორმულები. ამაზე ძირითადად აწყდნენ და აგვიანებენ და არაჩვევენ ბავშვებს ყარკვებს აკეთებს. ნახეთ, მე იწყება მარტო დაბლენდერებული სარკმლის. და ბოთლს ვეღარ ამდებენ და ამიტომ კი მესმის რომ ეხლა იმ დედას ეჩქარება ყველაფერი, მაგრამ ამიტომ აჩნდა კაი და გავრცელებული ბებიების ინსტიტუტი და ეხანდელი ბებიები, ჩინელი ბებიები თქარი, შვილს შეხედა. არა, ბებიების ინსტიტუტზე ხო, ეხლა ბებიების ინსტიტუტი დაკარგულია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბებიებიც მუშაობენ. ბებიები ძირითადად წარენ წასულ საზღვარგარეთ და იქ მუშაობენ. ეს კიდევ მეორე პრობლემა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხედავენ ამ შვილებს, ეგ არის. სხვათაშორის ესეც არის ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვებისთვის. ბებიები ერთი დედები არიან წასულები და იქ ძალიან ხშირად მოყავთ ბავშვები, ვისაც აქვთ საერთოდ ენდოკრინული პრობლემები, ზუსტად ისეთი ოჯახებიდან, სადაც დედები არიან უცხოეთში მუშაობენ. ეს სტრესი კი. ეს არის კვებითი აშლილობა და ეს სტრესები, ეს უფრო ნუცას თემა, ვიდრე ჩემი თემა, იქ ზუსტად ხსნის რაშია საქმე. ისეთ აუცილებლად ცალკე გავაკეთებთ კიდე ამ კვებით აშლილობებზე რაც სხვა უკვე მიმართულება. და იცით რა მაინტერესებს რადიო ეთერშიც მინდა ეს რომ ვიკითხო, მაგრამ აი ეს ჰორმონალური ჩამოყალიბება გოგოებშიც და ბიჭებშიც რაღაცა გადმოიწიაო, ანუ უფრო ადრე ხდება უბერტატის ეს პერიოდი, ციკლის არის, მაგრამ ვერ გეტყვით რომ სინამდვილით ხდება დაჟე დაგვიანებით. არის ორივე მხრივ, აღარ არის ისე, რომ დაუშვათ, რომ დედა იშვიათია, რომ ვიღაცა 8 წლის ასაკში უკვე არის ჩამოყალიბებული და დამწყებული და ვიღაცა მარტო 14-15 წლის ასაკში. ძალიან ხშირად ეხლა როგორც 8 წლის ასაკში ხდება, უფრო ხშირად სხვათაშორის 14-15 ცოტა დაგვიანებული ხდება, იმიტომ რომ მაგალითად თუ სიმსუქნე არის ბავშვებში, იქ ხდება დაგვიანება უფრო გადავადებულია, როცა არის სიმსუქნეზე, ზედმეტწონაზე არა, სიმსუქნეზე კი. არის ლაპარაკი. რამდენ წუთში ვართ რადიო ეთერში?
ერთ წუთში ვარ ზუსტად მაყურებელი გვწერს მეტაბოლური სინდრომი ინსულინორეზისტენტულობასთან ერთადო, რაღაც ინსულინორეზისტენტობაზეც ალბათ უნდა აუცილებლად ვთქვათ, ხო? შემდეგ ასე პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ეს კეთრას არის ინსულინორეზისტენტობასთან არის დაკავშირებული. ვისაც გაინტერესებთ აუცილებლად დაგვეუბნებთ და რა თქმა უნდა მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები და ასევე ურსულობის დროს დარღვეული ჰორმონებიც და ბევრად უფრო მეტი როგორც ამბობენ ახლა გინეკოლოგები, რომ ბევრად უფრო ხშირად გჭირდება თერფა შენარჩუნება, ვიდრე დაუშვათ 20 წლის წინ. ყოფის შენარჩუნება არის რაღაცები და ბევრად უფრო მეტი ინიშნება იგივე ჰორმონალური, მაგრამ ეს უფრო გინეკოლოგების თემა ინიშნება იქ ჰორმონოთერაპია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზვიფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ქალების რადიოს FM 93-ზე და 1-ზე, მე გვანცა დარასელია ვარ და ტრადიციულად როგორც ყოველ სამშაბათს დღესაც ვუძღვები თქვენთვის გადაცემას ჯანმრთელობის საათი. დღეს სტუმრობს ქალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი. მრავალ საინტერესო თემაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩვენი თემა ქალი და ენდოკრინული პათოლოგიები. გასულ მონაკვეთში ჩვენი გადაცემის შევეხეთ ასევე ბავშვთა ასაკს და მნიშვნელობას ბავშვთა ყურადღების, რომელიც უნდა მივაქციოთ სწორედ ჰორმონებს, იმისათვის რომ თქვათ თავიდან ავირიდოთ შემდეგ უკვე გართულებები. გართულებებში კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქალბატონმა ელენემ დაასახელა, ეს არის პრობლემები შვილოსნობასთან დაკავშირებით, პრობლემები ნაყოფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სწორედ ქალის ენდოკრინული სისტემის იღებს მონაწილეობას. მარტო ენდოკრინული სისტემა არის შემთხვევები, როცა არის სხვა მიზეზებიც, მაგრამ იღებს ანაქტიურ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ენდოკრინული სისტემა. როგორ იცვლება ჰორმონები უშუალოდ ურსულობის დროს და რაღაც ურსულობა თუ შეიძლება ამ მხრივ ჩაითვალოს რაღაც რისკად, რომ შემდეგ განვითარდეს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგია. ძალიან ადვილია მაგალითიც რო განვიხილოთ, მაგალითად ქალბატონი ღამის 3-ზე რო გაიკვირწებს და თებერვალში და მეუღლეს ეთქვის რომ ეხლა მინდა მარწყვი და საინამდვილო ეს არის ზუსტად ჰორმონის ცვლა. ჰორმონის სახელი. ანუ ჰორმონების რიტმი რო იცვლება, პირველ რიგში ეს აისახება ხოლმე ხასიათზე, განწყობაზე და ალბათ არაერთხელ გაქვთ გაგებული, რომ მესამე ტრიმესტრში ხშირად ქალბატონებს აქვთ დეპრესიული მოვლენები. ესეც არის, რომ იქ გარკვეული ჰორმონების უკმარისობა არის. ან მაგალითად ვიგებთ, რომ გააჩინა და მერე გქონდა 2-3 თვის განმავლობაში დეპრესია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ არ ხდება ეგრევე რეაბილიტაცია და ამ რიტმების ფიზიოლოგიურად აღდგენა. ანუ ცოტა მიდის პათოლოგიურად. ზუსტად ისე როგორც კლიმაქსიც, ხო, შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, იქ მაშინ უბრალოდ ქალბატონი მიაკითხოს, ნაბიცით თუ გინეკოლოგი წვიტავს ერთხელ წელიწადში, 3 წელიწადში თუ 5 წელიწადში ერთხელ რომ გაიაროს რუტინული კვლევები და არის კლიმაქსი, რომელიც მიდის პათოლოგიურად. თუ ქალბატონს ეწყება წნევები, ჩვენთან იცით როგორ არის მარტო პათოლოგიური კლიმაქსი ითვლება მაშინ თუ აქვს ალები, აი კლიმაქსი, რომელიც არასწორად დაიწყო, შეიძლება დაიწყოს 5 წლის მერე, შეიძლება 10 წლის. სამშობლოდ ქალბატონი რომ მოდის და იწყებს ლაპარაკს, რომ იქ სახრწლების ტკივა, ძვალოვანი სისტემის პრობლემები აქვს, ნერვები აქვს და რომ ყველაფერს ეკითხები, რომ ეს დაგეწყოთ კლიმაქსი, კლიმაქსი მეო ალები საერთოდ არ მქონდა და შეიძლება ალები არ მქონდეს ქალბატონს. მენოპაუზა და კლიმაქტერიული მოვლენები შეიძლება დროში იყოს ძალიან დაშორებული. საერთოდ შეიძლება 15 წლის მერე დაიწყოს მარტო ალები.
მოდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პათოლოგიური რიტმი და პროცესები, რომელიც დაიწყო, როცა უკვე მენოპაუზა აქვს ქალბატონს, რომ ეს უკვე დაწყებულია და აი იმ დაწყების მომენტში გაცილებით უფრო ადვილია, რომ აიცილო მერე ის გართულებები, რომელიც აქვთ ქალბატონებს. მიაქციეთ ყურადღება უცხოელი ქალბატონები 80 წლის ასაკში დგანან ქულზე და დადიან ჩვეულებრივად და კიბეზე ადიან და ჩამოდიან. იმიტომ რომ იმათ აქვთ კულტურა, რომ როგორც კი მენოპაუზა იწყება, ისინი დადიან როგორც გინეკოლოგთან, ზუსტად ეს ენდოკრინოლოგ ორივესთან რუტინულ კვლევებზე, რომ იქ ნახონ წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ სამჯერ, მერე 3 წელიწადში ერთხელ ეუბნები. ზუსტად ისე როგორც იქ ამოწმებენ არის ოსტეოპოროზი თუ არ არის ოსტეოპოროზი. ჩვენთან ხო არ მიჩვეული ყველა, რომ ოსტეოპოროზი არ არის თუ ძვლის სიმკრივე არ არის შეცვლილი. კარგი, მოდი ჩამოვთავოთ ეს რუტინული კვლევები, ბაირამ რადგან ახსენეთ, რაც არის მინიმუმი, ასე ვთქვათ, ქალისთვის გარკვეულ ასაკში, რაც უნდა გადაიკონტროლოს, ვთქვათ, წელიწადში ერთხელ. პირველ რიგში ქალბატონი უნდა გადაიკონტროლოს კოაგულოგრამა და ლიპიდური ცვლა. იმიტომ რომ როგორც კი ხდება ჰორმონების ნაკლებობა, ლიპიდური ცვლა უფრო ირღვევა. ხო ბევრჯერ გსმენიათ, რომ აი მე რომ მენოპაუზა დამეწყო, წონის მომატება დაიწყო, იმიტომ რომ იწყება დია. მერე როგორც კი ხასიათი ეცვლებათ, ხასიათი რო ეცვლება და ცოტა დეპრესიული რო ხართ, თქვენცა რომელ პროდუქტს უფრო ეძებს? ტკბილს. მე გამარაგლისი ვარ, მაგრამ ტკბილს. ანუ მეორე რაც ხდება, უკადაც ირღვევა. ინსულინა რეზისტენტობა შეიძლება გაჩნდეს. თუ წავიდა განწყიმონება ღვიძლის, ეს ხო საერთოდ ორივეს არღვევს, იმიტომ რომ ღვიძლი არის პასუხისმგებელი როგორც ლიპიდურ ცვლაზე, ზუსტად ესე ნახშიროვან ცვლაზე. ქალბატონები, რომლებიც ჭამენ აი ამ ტკბილს უფრო დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ჩვენთან რატომაც არ მიღებული, რომ შოკოლადი თუ შევჭამე დავდგები კარ ხასიათზე, მაგრამ ძალიან დიდ ბოდიში ზოგჯერ ჭამენ 9 კილოს და მაინც ვერ დგებიან, მაგრამ ხო ის აქტიურობა აღარ არის, რომელიც არის მაგალითად თქვენ ასაკში. აქედან გამომდინარე, ეს ზედმეტი გლუკოზა სადღაცა ხონდა წავიდეს და ისე ძალიან უბრალო ენით რო ვთქვა, ზედმეტი გლუკოზა გადადის ორგანიზმში, რომელიც არ ჭირდება ამჟამად იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ, არ ხდება წვა გლუკოზის გადადის ცხიმში. ცხიმში რო გადადის, რა შვება, დეპო ხდება, ხო, იწყებს ჩაგროვებას. ამიტომ გვეუბნებიან, იცით რა მეცხიმი ასაჭმელს არჯო მე რა, ყურძენს ხო ჭამს, ის ზედმეტი გლუკოზა საწავიდა, გადავიდა თვითონ სულ არ არის საჭირო რომ შეძამოს ცხიმი, ზედმეტი გლუკოზა გადადის გლიკოგენში და გლიკოგენი, ეს უკვე რა არის, გლიკოგენი არის ცხიმი და ხდება გაცხიმოვნება. ესე იგი ჩვენს ორი კვლევა დავასახელეთ, რომელიც ენდოკრინოლოგის მხრიდან ასე ვთქვათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა იყოს რუტინული, რაღაცა აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა უკვე დარღვევა კი არ იწყება, გრძელდება, იმიტომ რომ დარღვევა იწყება ბევრად უფრო ადრე. ამიტომ აქედან ზედმეტი წონა, ნაკლები მოძრაობა, დარღვეული სისხლის მიმოქცევა და რა ხდება ვენების გაგანიერება. იწყება ფეხების შემეშუქდა, ან ვხედავთ როგორ მიდის ყველაფერი ერთ მეორეზე. ეს რო ირღვევა, მეოთხე დარღვევა მოდის. მეოთხე დარღვევა რა არის? იმიტომ რომ გვიან მიირთვა საჭმელი, ისედაც აქვს ზედმეტი წონა, ძილი ირღვევა. ვეღარ იძნებს ნორმალურად. მე უკვე ეს რიტმი, რომელიც დარღვეულია ჰორმონების და უკვე აღარ ყოფნის, რომ მოერიოს, ისე ბანალურად რო ვთქვა, აი ამ დარღვევებს უკვე იწყება სხვა ჩივილები და ნელა გროვდება. ამის გარდა ჩვენ გვავიწყდება, რომ როგორც ეს უნდა მოხდეს, ორგანიზმები ერთება, იცვლება ზუსტად ძვლოვანი სისტემა. სანამ ჩვენ ვართ აქტიურები, კუნთოვანი სისტემა უფრო განვითარებულია, ხო სწორია, სანამ გვაქვს ნორმალური რაოდენობით ჰორმონები,
ჰორმონები როგორც ნორმალური რაოდენობით კუნთიც უფრო მკვრივია. ესე იგი კუნთის განლევაც ხდება რაღაცას ორგანიზმის ხდება ჩალაგება ცხიმის. ყველა ავიწყდება და მადლობა ღმერთს არსებობს ეგეთი თანამედროვე მეთოდები, რომ უკვე უყურებენ და ამას ქვია ექტოპიური ცხიმის ჩალაგება, მაგრამ კუნთში ხდება მათ შორის გულის კუნთშიც ჩალაგება ხდება ცხიმის. ამიტომ კუნთი ასრულებდა კარკასის იჭერდა სახსარს და იჭერდა ძვალს. ეხლა ყველა ამბობს ზრივის სიმკვრივე არ მაქვს ზარღველი კი ბატონო, მაგრამ ამისთვის არსებობს ტექსა, იმიტომ რომ პირველ რიგში ირღვევა ძვლის არქიტექტონიკა. რას ნიშნავს სიმკვრივის გარდა შიგნით ჩვენი საუბარი გადავყვანოთ პოზიტიურ ჭრილში, რადგან ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, მედიცინის, ასე ვთქვათ, გარღვევების საუკუნეში და საბედნიეროდ სასახში შეიძლება რა თქმა უნდა, მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ აირიდონ თავიდან ეს ყველაფერი ქალბატონებმა. ანუ რა არის ასე ვთქვათ, პირველი სიგნალი და რამდენად მართლა არის შესაძლებელი, რომ ისე დაბერდეს ქალი, რომ მას ჰქონდეს მყარი ძვალსახსროვანი სისტემა, არ შეეწუხოს იგი შფოთვებმა და დეპრესიამ და მოკეთ როგორ დააბალანსოს ეს ჰორმონები უკვე გარედან ხელოვნურად. პირველ რიგში პასუხი ძალიან მარტივია, უყვარდეს თავისი თავი. და როგორც რომ მიდიოდა სამსახურში, აი ის რიტუალი რაც ჰქონდა, რომ ლამაზად ჩაიცვას და გავიდეს მეორე ოთახში და იგივე სამზარეულოში, აი ეს მოთხოვნა არ უნდა დაკარგოს. ქალი მაშინ თავს უთხრდება და ის ბანალურად ვილაპარაკოთ საერთოდ 25 წლის ასაკიდან ქალბატონებმა უნდა სულ შეამოწმონ რაოდენობა სისხლში, წელიწადში ერთხელ მაინც შემოდგომის დროს, იმიტომ რომ ზამთარში გააცილებით უფრო მეტად ხდება ავიტამინოზი, მიკრო, მაკრო ელემენტები და ვიტამინები. იმიტომ რომ მთელი ზამთრის პერიოდში უნდა მიიღოს ის მიკრო, მაკრო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიცაც უნდა შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი. ეხლა აი მაგალითად ჩემ თავზე რასაც გეტყვით, 40 წლიდან ვიტამინის D მიღება არ შემიჩერებია. 40 წლიდან, იმიტომ რომ მე გენეტიკურად მაქვს ეს პრობლემებიაც და დედასაც ჰქონდათ სახსრების და კი. ალბათ რომ ვიტამინ D-სთან კიდე რაღაც ის რა აკლია და რა ჭირდება. ამისთვის ერთხელ რომ გაიარონ კონსულტაცია, მე მთელი ცხოვრება დავუშვა და 10 წლის გამში არ დაჭირდება ესე მისლა, იმიტომ რომ იცოდინებათ რა უნდა აკეთო. მე უნდა რატომ ამბობ თავის რომ დღეში მინიმუმ 40 წუთი ფეხით სადმე უნდა გაიაროს. ეს უკვე პროფილაქტიკა ვენების. 40 წუთი, 40 წლიდან 35 წლამდე თუ არ დავდეს სავარჯიშო დაბაში, ან სახლში არ აქვს ტრენაჟორები და არ ვარჯიშობს, ან იოგით არ დაკავებული, მადლობა ღმერთს, ახლა თქვენ თაობაში ეს ძალიან პოპულარულია. მაშინ უნდა იცოდეს, რომ მინიმუმ 40 წუთი ყოველ დღე ფეხით უნდა გაიაროს. ყველანაირად შეეცადოს, რომ ძილი ჰქონდეს მოწესრიგებული. რაც ქალი შედის ასაკში, უფრო დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ბოსტნეული და ცილოვანი საკვები ოღონდ
ხორცი უნდა იყოს ნორმალური და არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით, უფრო დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხაჭო და მაწონი. ანუ ცილა აი ამით უნდა გაზარდოს და არა იმ პროდუქტი, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით ცხიმი. ხორცი, ყველი, ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარს. ყველი და მე ვთვლი, რომ ჩვენი ქართული ყველი უგემრიელესია, მაგრამ ჩვენ ყველი სავსეა ცხიმით. მოკლედ, ნაკლები ცხიმიანი ხორცი და ყველი, მეტი ხაჭო და მაწონი. და ბოსტნეული. და ბოსტნეული. 40 წლის შემდეგ. ხილი ზომიერად, აი 9 კილო დღეში ხილი საკმარისია. ბოსტნეული უნდა იყოს დიდი რაოდენობით. და რა თქმა უნდა, გადიოდეს საერთოდ კონსულტაცია იგივე გინეკოლოგთან, იგივე ენდოკრინოლოგთან. ქალბატონო ელენე, რას გვეტყვით ჰორმონოჩანაცვლებით თერაპიაზე? რა არის ეს? რამდენად ბევრ ქალს სჭირდება და ზოგადად რამდენად არის რამსერ პანაცეა, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება? თუ ფიზიოლოგიური კლიმაქსი, რომელიც მიდის სწორად და ეს ძალიან დიდი სამწუხაროდ იშვიათობა, იქ რა თქმა უნდა არ ჭირდება. სხვა შემთხვევაში ჭირდება, იმიტომ რომ ჩანაცვლებით თერაპია რას აკეთებს? ის ჰორმონები, რომელიც აკლია ორგანიზმს, ასაკიდან გამომდინარე, ავსებს იმ ჰორმონებით, იმიტომ რომ აკლია უფრო მეტი, ვიდრე უნდა იყოს. თუ იწყება ჩანაცვლებით თერაპია და ქრება ყველა ეს სიმპტომები, ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზმს ამ ეტაპზე ამდენი ჯერ ჭირდებოდა. ოღონდ რა თქმა უნდა თვითმფრინავად როგორც იციან ამის მიღება ჰორმონების არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ისევ უნდა იყოს ნანახი აუცილებლად კოაგულოგრამა, გინეკოლოგიური ეხოსკოპია აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული, სარძევი ჯირკვლის ეხოსკოპია უნდა იყოს გაკეთებული. შეიძლება ენდოკრინოლოგი დაუნიშნოს 3 ჰორმონი, იმისთვის ანალიზი 3 ჰორმონის, იმისთვის რომ შეურჩიოს, იმიტომ რომ დღესდღეობით საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომელ ქალბატონს, რომელი კონკრეტულად მოუხდება პრეპარატი. მინდა ასევე ვისაუბროთ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომზეც, ეს ერთ-ერთი მიმართულება არის და თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ენდოკრინული დარღვევის და მაყურებელსაც ალბათ აინტერესებს. ოღონდ ეს რეკლამის შემდეგ რეკლამა კიდევ ერთი ძალიან მოკლე ჭრა და დავბრუნდებით ამ შეკითხვით. და გვაქვს ჯერ დრო? არის შეკითხვები? ლაივში ხო კარგად ისმის ხმა რომ მოგწეროთ? აი, ძალიან მეკომი ხო ისალია. ცოტა ინტერნეტი. ეხლა რევშეს მე რა მოგწერე? არა პრობლემა. შევდივარ. ჩვენი რადიოს დავბრუნდით ჩვენი რადიოს პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, ეს არის ქალების რადიო FM 93.1. ჩვენ ვსტუმრობს ქალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი, გადაცემა ჯანმრთელობის საათის ფარგლებში და ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე ქალი და ენდოკრინული პრობლემები და დავუშვით ეს საკითხი, რომელსაც ქვია პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, სწორად ვამბობ ამ ტერმინს. პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ძირითადად მიზეზი არის ზუსტად ეს მეტაბოლური დროს ინსულინა რეზისტენტობა, როცა პუბერტატის დროს გოგონები ყალიბდებიან. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მარტო ინსულინა რეზისტენტობასთან იყოს დაკავშირებული. პოლიკისტოზ ზუსტად ისე როგორც აქვს ჰორმონალური შეიძლება კონდეს აიგ დარღვევა არის, როცა ენდოკრინული სისტემისგან არის კავშირი არ არის, მაგრამ ვითარდება პოლიკისტოზი.
პოლიკისტოზი, რომელიც ვითარდება, ჩვენ წინასწარ თუ არის ინსულინე რეზისტენტობა, იქ ინიშნება გარკვეული პრეპარატები ოღონდ ინსულინე რეზისტენტობაზე და არა პოლიკისტოზის მკურნალობა წინასწარ არასდროს არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება ქალბატონს ქონდეს, ქალიშვილს ქონდეს გამოხატული პოლიკისტოზი და ის ფეხმძიმდება პრობლემების გარეშე და აჩენს ბავშვებს, ზუსტად ისე როგორც შეიძლება იყოს ძალიან ისე ვთქვათ სუბუქი ფორმა პოლიკისტოზის და დადგეს საკითხი ზუსტად უშვილობასთან. აი ენდოკრინная გინეკოლოგია, სხვადასხვა განცად რომ ვიწყებდი მე, როცა წავედი ინგლისში და ვიწყებდი ენდოკრინოლოგიას, მე ძალიან მინდოდა ენდოკრინული გინეკოლოგია და იყო სამწუხაროდ გარდაეცვალა ძალიან ცნობილი პროფესორია ბოწენი, რომელიც ზუსტად მართავდა უზარმაზარ ინსტიტუტს ენდოკრინული გინეკოლოგია. და რომ 6 თვის მერე რაღაცებს ვერ ვიგებდი. ლოგიკა აბსოლუტურად არასწორია და შევედი იმ კაცთან და ინგლისურად ლაპარაკობდა თავის უკრად დადიოდა უცხოეთში და ყველა მინგელა იქნებდა და მონაწილეობს. ამ კაცს ვეკითხები, რომ ვერ გავიგე მე აქ რაღაც და მეუბნება. შენ კი ვერ გაიგეო თერმოსოფლიოთ ვერ გაიგე. ისი რა არის ენდოკრინული გინეკოლოგია და რა თქმა უნდა რუსულად ლინგვისტიკაში მიხდა და თქვენ გადათანხმეთ. ენდოკრინული გინეკოლოგია ეს არის პალეცბნიება. ამ აიშვიროცაში. კი, ან ხდები და გაგიმართლებს, ან შეიძლება 5-10 წლის განმავლობაში იყო ძიებაში, ეს იყოს დარღვეული, ეს იყოს დარღვეული, ეს იყოს დარღვეული და ყველაფერს რო უწესრიგებ, მაინც ვერ იყო. ანუ ერთმანეთთან იმდენად გადაჯაჭვულია გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია ქალბატონზე, მაინც იმიტომ რომ იცით როგორ ამიხსნა ენდოკრინული სისტემა როცა ეხება იმ თავარ ამოცანას, რომელსაც სამწუხაროდ ღმერთმა შექმნა ქალი იმისთვის, რომ გააგრძელოს, რომ შვილი ყავდეს, შეიძლება აბსოლუტურად დარღვეული იყოს და მაინც ფეხმძიმდებოდეს, აი ენდოკრინული სისტემა იყოს დარღვეული და ფეხმძიმდება პრობლემების გარშე და აჩენს. ეგ ყველაფერი რომ მოვისმინე, მე რომ ხარი კარგად ზარდებოდით, მე გადავდივარ განყოფილებაში ზოგად ენდოკრინოლოგიაში. ენდოკრინული გინეკოლოგია მე არ მინდა, იმიტომ რომ მე ის ადამიანი რომ თუ ლოგიკურად ბოლომდე არ მისმის მუშაობა არ შემიძლია. კარგი, მაშინ ვისაუბროთ ამ ინსულინო რეზისტენტობაზე. თითქოს მისმის ყოველი მეორე ადამიანი. ეს თვით დიაგნოზებია თუ მართლა ასე ვერ არის თვით დიაგნოზი, მაგრამ რეალურად ინსულინ რეზისტენტობა არის. ინსულინ რეზისტენტობა თუ არ იქნება, ძალიან იშვიათია, შეიძლება 7-5%, რომ მაშინ ადამიანებს, რომელსაც აქვს ზედმეტი წონა, არ იყოს საერთოდ. მოდით ახსნათ რა არის ეს. ინსულინ რეზისტენტობა, როცა იმისთვის, რომ უჯრედმა მოინმოს გლუკოზა, არ მოქმედებს და არ იღებს ადეკვატური პასუხი და ვერ ინელებს ამ გლუკოზას, ანუ ინსულინი ორგანიზმი ჩვენება, რომ ინსულინი ნაკლებია და ამიტომ გლუკოზას ვერ ინელებს და ის გადადის გლიკოგენში, ანუ ცხიმში. ამიტომ ბეტა უჯრედები, ანუ გუჯუგანაჯერგვარში ხდება უფრო იზრდება სინთეზი ინსულინის და გამოდის რომ ჩვენ გვაქვს ერთი მხრიდან ინსულინე რეზისტენტობა, მეორე მხრიდან ჰიპერინსულინემია, ბევრი ინსულინი, მაგრამ არ მოქმედებს ადეკვატურად გლუკოზის მონალებაზე. აი ეგ არის ინსულინე რეზისტენტობა. ეს არის ხშირად სწორედ ჭარბი წონის მიზეზი. რიზკი ჯგუფში არის ადამიანი, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი რო განვითარდება და ბევრ რაღაცა ზუსტად ესე გულსიზარდო სისტემის რიზკ ჯგუფში ჭდება ეს ადამიანი, ანუ დაავადებები განვითარდება გულსიზარდო სისტემის. ანუ ბევრი დაგვრა, მაგრამ ინსულინე რეზისტენტობა პუბერტატის და კლიმაქსის დროს გარკვეული დონის არის ფიზიოლოგიური. აი ჩვენ არასდროს არ უნდა შეგვეშალოს, სად არის ის ინსულინე რეზისტენტობა, რომელისთვის სრულად საკმარისია, რომ ცოტა დაარეგულიროს ცხოვრების წესი და სად არის ის ინსულინე რეზისტენტობა, რომ უნდა დაუნიშნონ მკურნალობა.
აი ამიტომაც თქვენ ხშირად გესმით, იმიტომ რომ ხშირად ძალიან აი ამის ზღვარს არ აკეთებენ და იქ სადაც არც არის დასანიშნი მკურნალობა მაინც ინიშნება. მგონი უნდა რომ ვიღაცამ რამე წამალი დაუნიშნოს და წონაში დაიკვიროს. კი, იმიტომ რომ ადამიანს ხო და უნდა საერთოდ აბიგლიკოზა ეთიაბი მიეცი და ხო გაიღვიძებს და გახდება ხო სილამაზეს წონასთან კავშირი სილამაზე არ არის ხო დაკავშირებული წონასთან. კარგი, რადგან დიაბეტი ვახსენეთ, მოდით ქალის ჭრილში განვიხილოთ ეს დაავადება, რა შეგვიძლია ქალებს რომ გავაკეთოთ, თქვათ მისი თავიდან ასაცირება. თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ ცხოვრების წესიც, რომლის დაცვას და რომლის ცვლილებაც ხშირად სრულად აგვარიდებს მედიკამენტსაც და ალბათ ექიმთან ხშირ ვიზიტსაც. მაგალითად, როცა გენეტიკაში არის, მაგალითად, ბაბუას ბიძას ან ვიღაცას ქონდა შაქრა და ვიცით, კაცის მხრიდან, კიდე კაცის, კიდე ქალის მხრიდან უბრალოდ პროცენტულად უფრო რისკია და მაგრამ უნდა კარგად ძალიან გავაგზავნოს, რომ იმ ოჯახში კვებითი წესები უნდა იყოს სხვანაირი. ან ნაკლებად უნდა იშვიათად იყოს ნამცხვარი, არ უნდა უყვარდეთ შაქარი და აი ეს ყველანაირი თქვენ რაც თქვით, რომ სტუმრად რომ მოდიხართ, შოკოლადი ნუ მოგაქვთ. განსაკუთრებით ეს ალბათ ჩვენ ბებიებს უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ბებიები ყიდულობთ და მივდივართ შვილიშვილებთან და აი როგორი აღიარება იყო ახლა კალბატონი. იმიტომ რომ პირველ რიგში ვფიქრობ, რით მოვგებ გულს შვილიშვილს და რა თქმა უნდა რამე მივუტან. ან შოკოლადი, ან ну რომელიმე ჩიპსი კიდე ისიც არ შეიძლება. ეს ორი red flag-ი ჩიპს არ ყიდულ. ეს ერთადერთი, მაგრამ შოკოლადს უნდა ვაღიარო კი ზოგჯერ ყიდულობ და მიმაქ. ეს კარგი, ზოგჯერ არ ვშოს. მაშინ და ხო ეს ასე ვთქვათ, თუ კი არსებობს მემკვიდრული გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით ის ოჯახები, ის შვილები, ის შვილიშვილები უნდა მოერიდონ ზოგადად ტკბილი მოსწორია. და ეს ტკბილი და ზოგადად ჩაქარი ხო მარტო ტკბილეულში არის ხო, მაგალითად ყვავიწყდები რაოდენობით თუ მივიღებთ, პომიდორშიც არის გლუკოზა ხო და კიტრში, მაგრამ ის შიგრლად დიდი რაოდენობით ჭამთ, იმიტომ რომ მაინც ვერ დააგროვებთ ბევრს. საერთოდ იცით რა შეასაქმე, მაგალითად ადამიანებს რატომღაც გვესმის რომ დილით რო ვდგებით, უნდა აუცილებლად გამოვიყოთ კბილები, რაღაცა საღამოს დილით შხაპი მივიღოთ, ხო? ელემენტარული რუტინა და კვებაც ჩვევა. ოჯახი თუ აი დააწესებს კვების სტილს და სწორ კვების სტილს, მაშინ რა თქმა უნდა ყველა ოჯახის წევრი უკვე ისწავლის და ეს იქნება მისთვის რუტინული. აი ოჯახი მაგალითად ოჯახში არ არის მიღებული რომელიმე პროდუქტი და არ ჭამენ, სადაც სტუმრად არ წავა ბავშვი ამ არ შეჭამს ნამდვილად. იმიტომ რომ სტილია და ჩვევა, ყველაფერი ჩვევა. კარგი, ბავშვებთან დაკავშირებით რაში ჩემს გულის ტკივილსაც გაგიზიარებთ, სანამ დავასრულებ დღეს გადაცემა. მე მყავს ბიჭი და მყავს გოგოც. და ნუ ამ ჩემს გოგოს ძალიან უყვარს ღამეში ვდება. აი არ ვიცი რატო აქვს ეს ჩვევა, ალბათ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მეც მიყვარდა ღამე ჭამა. 30 წლამდე სანამ ის ჩემი კუთვნილება უფრო ადეკვატურად რეაგირებდა ამ ყველაფერზე. ნუ ალბათ ეს რა თქმა უნდა ჩვევიდან, ოჯახური ჩვევიდან მოდის, მაინც თავიდან არ ავირიდებ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვცდილობ რომ დაგურეგულირო ეს ცომის სიყვარული და ღამე ჭამის სიყვარული. და მეუბნება რომ კარგი რა დაანებეჯერ პატარაა და რა დროს ამისი აკრძალვებია და ასე შემდეგ. აი მინდა რომ მშობლებს, ვისაც ყავს გნებოდ გოგონები, ბიჭები არ აქვს მნიშვნელობა. და ეს კვებითი ჩვევები რაღაცნაირად გულის სიღრმეში აწუხებთ. და ვფიქრობ რომ კარგი იყოს ხა ჯერ პატარაა და მე რაღაცნაირად თვითონ დაარეგულირებს. აი რა უთხრათ ამ შობლებს? შობლებს კი უთხრათ რომ გადაჩვენ და თქვენ რა უნდა გააკეთოთ. მიაწოდეთ ერთი ჭიქა, თუ გნებავთ 250 მილილიტრი, მაწოდეთ როცა მოშვიდა. თუ შეჭამა, მაშინ მართლა
და თუ იტყვის მე ეს არ მინდა, გაბრაზდება, გავუდგება და წავა დაეძინებს, ესე იგი არ შიოდა. უბრალოდ ფსიქოლოგიურად ჩვევა იყო ამ დროს უნდა მოარიცი რა სჭამს, მაკარონს თუ რა სჭამს ამ დროს, რომ აი იმის ჭამა უნდა. და თუ შია, შევს მაწონი უყვარს. ხო და მიაწოდეთ მაწონი, არანაირი პრობლემა არ არის. მაწონში არ ცხობილას იყრის. არა, აი ეს აღარ მისცეთ, მარტო მაწონი. ეს ჩემს ისლებსაც უყვართ. იმიტომ რომ თქვენ პირველად როდესღაც მიეცით ამის უფლება რომ ჩაყაროს. ამის უფლება კი არა, ცხარ იყო მაშინ, ნუ ესე იყო რომ ხაჭო მაწონი ცოტა ორცხობილა და ისე ვაჭრებთ. ხო მე იყო, მაგრამ 2 წლის რო იყო, უნდა დაგეტოვებინათ ხაჭო და მაწონი. აბა, ხაჭოზე უარს მეუბნება. მაწონი იყო. მოკლედ ჩვენების გამომუშავებას ძალიან დიდი კავშირი აქვს ამავდროულად ალბათ ჯანმრთელობასთან არა ალბათ. ნამდვილად. წონის კონტროლთანაც. რატომღაც მაქვს ეს შიში, რომ აი უკვე 13-14 წლის იქნება, მე არ გაიქცეს ეს წონა და თითქოს რატომაც გონია რომ იმას აქში როცა აი პუბერტატია ეს ციკლის დადგომის პერიოდი უფრო ძნელია წონის კონტროლი და აი აქ არის ზუსტად ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა. სანამ ყალიბდება ქალბატონმა და აქ არის ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც მკურნალ და ჩვევები გამომუშავოთ ბავშვს და საერთოდ კი არ არის მთავარია რომ სწორი კვება იყოს. ეს კი არ ნიშნავს რომ ამ ჭამა შეიძლება ბევრი მთავარობით მნიშვნელოვანი არის რას ჭამა. დიახ, კითხვა შემოვიდა ქალბატონ ელენე, კანზე გამიჩნდა რამდენად უკავშირდება ეს ინსულინო რეზისტენტობასო. არ მსმენია. მეც არ მსმენია, პაპილომები უფრო უნდა მიაკითხოს დერმატოლოგს, მაგრამ თუ სხვა ჩივილები აქვს, ну მაშინ უნდა просто უბრალოდ გაკეთდეს ანალიზი, აქვს თუ არა აქვს ინსულინო რეზისტენტობა, არა პაპილომები არ მსმენია. წერენ ასევე აი ძალიან ცნობილ ინექციებზე, სახელს უნდა ავასახელებთ, რომელსაც ხანს ასპარგარიტიდან უკვე თავახან არიცი და ექიმის დანიშნულების გარეშე იკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს კლასი არის, რომელიც გარკვეული კინოპრეპარატები ნიშნება სიმწუქნის დროს, გარკვეული პრეპარატები შაქრიან დიაბეტის დროს. ეს კლასი ძალიან კარგია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გაეცემა რეცეპტის გარეშე. აი აქ და უბრალოდ შემიძლია თქვა რომ სხვა ექიმი კი არა, ენდოკრინოლოგის გარეშე არ შეიძლება რომ ეს პრეპარატი იყოს კვლევების ჩატარების გარეშე. იმიტომ რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა იყოს ნანახი პანკრეასის ფუნქციები და ღვიძლის ფუნქციები. ამ პრეპარატებს როგორც აქვთ ძალიან კაი გავლენა, ზუსტად ეს პრეპარატებს აქვთ ძალიან ბევრი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. აი ეს ყველაფერი რა იცი, ჯერ ის ხდება დისკრედიტაცია ამ პრეპარატის, იმიტომ რომ მე გარკვეულ წონას ეს პრეპარატი არ მინიშნება, იმიტომ რომ არანაირი რეზულტატი არ ექნება. შედეგი არ ექნება თუ არ არის ჭარბი წონა კი არა, სიმწუქნე თუ არ არის. და კიდე ერთი რაღაცა, ამ პრეპარატზე რო აქვთ ძალიან დიდი იმედები, კი სანამ ამ პრეპარატს იკეთებენ, ნუ იქ 4 მექანიზმია, 4-ვე ჩართულია და ადამიანი ნელ-ნელა ან სწრაფად იკლებს. მაგრამ როგორც კი ჩერდება წომის ნელ-ნელა მომატება უკან ბრუნდება. ამიტომ იქ ძალიან კარგად უნდა კონდეს პაციენტს ყველაფერი გარკვეული, რომ იცოდეს როგორ მოიქცეს და ეს პრეპარატები სხვადასხვანაირად ინიშნება. დიახ, კიდევ ერთი შეკითხვა შემოვიდა. ბავშვებზე რომ საუბრობდით და მათი კვების ჩვევებზე, მთელი დღე ფაქტობრივად არის კი დაიწყება სვამს. გაზიანებს და ჭამს კარტოფილს, ან თუ საკვები არ მოეწონა ცარიელ პურს. გადამყავს სწორ კვებაზეო 12 წლის არის და აქვს დიდი წონაო. რა ურჩიოთ? ნუ ჯერ სახში არ უნდა იყოს გაზიანი სასმელი. 12 წლის ბავშვი საღამოს ღამე რო ჭამს, ეს ნიშნავს, რომ არის სახში და რა თქმა უნდა, ეს არის ხელმისაწვდომი და ეს სომეულობა და ყველაფერი რაღაც გარკვეულ ასაკში ბავშვს მისცეს და სახში ეს ყველაფერი იყო. სახში უნდა იყოს სხვა საჭმელიც სჭირდება რომ ჭამოს, მაგრამ თუ აქვს უკვე ჭარბი წონა ამ ბავშვს,
აქ პირველ რიგში ფსიქოლოგი უნდა იმუშაოს კვებითი აშლილობასთან, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს კვებითი აშლილობა, ენდოკრინოლოგია აქ მეორადია. პირველი, ვინც უხსნის აი ამ კვების წესებს და ამას უგვარებს, არის კვებითი ფსიქოლოგი. მიმართოთ კვებით ფსიქოლოგს, მოკლედ ასეთი არის გალოტონი ელენეს რჩევა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. არ ვიცი თუ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგრჩა. რაც უკავშირდება მამალისთვის დავტოვოთ, კი ბატონო. სხვათა შორის 1 საათი ხდება, რაც ვსაუბრობთ. ჩვენს მსმენელებს დიდ მადლობას გადავხდი, ასევე ჩვენს მაყურებლებს Facebook-ზე. მინდა შეგახსენოთ და გაგახაროთ, რომ უკვე გვაქვს საშუალება და გაქვთ საშუალება მოგვისმინოთ მთელი საქართველოდან, ამ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ჩვენს ვებგვერდზე live stream-ის საშუალებით fm.g, რომ წერდით და მეკითხებოდით, ან შეიძლება რომ მოგისმინოთო, რადგან ჩვენი რადიო ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს დედაქალაქს ფარავს, აი შეგიძლიათ შემოგზავნდეთ და სტრიმის საშუალებით 24 საათის განმავლობაში მოვისმინოთ ქალების რადიოს. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელობის საათი, მე კვანცა დარასელი ვარ და ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის მაყურებლებო, მადლობა შეკითხვებისთვის. Yes.